თემა მე-18. ინტერესი. მაინტერესებს. ჩემი მომავალი პროფესია. მე ძალიან მაინტერესებს ტექნიკა და ამიტომ მინდა ვისწავლო პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. მე მაინტერესებს მედიცინა და მინდა ვისწავლო სამედიცინო უნივერსიტეტში. რომელ უნივერსიტეტში გინდა ისწავლო? ძალიან მინდა ვისწავლო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ინგლისური სპეციალობაზე. ამიტომ ჯერ ინგლისური უნდა ვისწავლო კარგად. თუ ინგლისური კარგად არ იცი, ამ სპეციალობაზე სწავლა ძნელი იქნება. სად გინდა იმუშაო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ? უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მინდა სკოლაში ვიმუშაო. უნივერსიტეტის შემდეგ 1 წელი უნდა ვიმუშაო და მერე მინდა ვისწავლო სამაგისტრო პროგრამაზე. მე მაინტერესებს იაპონური ენა და მინდა 1 წელი იაპონიის უნივერსიტეტში ვისწავლო და იაპონიაში ვიცხოვრო. სად გინდა წახვიდე ზაფხულში? მინდა ევროპაში წავიდე. ძალიან მაინტერესებს ევროპაში მოგზაურობა. ამ ახალ წელს სახლში უნდა ვიყო, მაგრამ მერე მინდა სამოგზაუროდ წავიდე 10 დღით. ძალიან მაინტერესებს ეს წიგნი და მინდა ვიყიდო. თუ გაინტერესებს, აუცილებლად უნდა იყიდო. ჩემი მომავალი პროფესია. მე ძალიან მაინტერესებს ენების სწავლა. რამდენიმე ენა ვიცი. ვიცი ინგლისური, რუსული, გერმანული, ცოტა იტალიური და კიდევ მინდა ვისწავლო რამდენიმე ენა. ძალიან მინდა ვისწავლო ქართული ენა. მე ახლა უნივერსიტეტში ვსწავლობ, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ლინგვისტიკის სპეციალობაზე. ლინგვისტიკის კურსში იყო ელემენტარული ქართულიც. ძალიან მაინტერესებს ქართული და მინდა ეს ენა კარგად ვისწავლო. ამიტომ მინდა საქართველოში წავიდე გაცვლითი პროგრამით. ერთხელ უკვე ვიყავი საქართველოში, მაგრამ მაშინ სამოგზაუროდ ვიყავი. ახლა კი მინდა 1 წელი ვიცხოვრო საქართველოში და კარგად ვისწავლო ქართული ენა. იქ უფრო ადვილი იქნება ენის სწრაფად სწავლა. ჩემი მომავალი პროფესია მინდა ლინგვისტიკა იყოს. ამიტომ ენები კარგად უნდა ვისწავლო. ახლა კერძო გაკვეთილები მაქვს ქართულ ენაში. კვირაში 3-ჯერ დავდივარ მასწავლებელთან. ძალიან კარგი მასწავლებელია. ის ქართველია და ძალიან სწრაფად ლაპარაკობს ქართულად. ქართულად მეც ვლაპარაკობ, მაგრამ ნელა. ჯერ ენა კარგად არ ვიცი. ძალიან მინდა ქართული კარგად ვიცოდე და სწრაფად ვილაპარაკო. ასევე მინდა საქართველოში რამდენიმე ადგილას მოგზაურობა. მე მომწონს ფეხით მოგზაურობა და მინდა წავიდე ხევსურეთში, თუშეთში და სვანეთში. დილამშვიდობისა. მე მაინტერესებს როდისაა რეგისტრაცია ქართული ენის კურსზე. თქვენ დღეები გაინტერესებთ, მასწავლებელი თუ ფასი? ყველაფერი მაინტერესებს თუ შეიძლება. კი ბატონო. ქართული ენის კურსი არის კვირაში 2-ჯერ. ორშაბათს და ხუთშაბათს. საღამოს 5 საათზე. არის მეორე ჯგუფიც, სამშაბათს და პარასკევს. პირველი ჯგუფი არის საკომუნიკაციო ქართული. მეორე ჯგუფი კი არის ქართული ენა ლინგვისტებისთვის. ორივე ჯგუფის მასწავლებელი არის ქართველი. დიდი მადლობა ინფორმაციისთვის. მე მინდა მეორე ჯგუფში ვისწავლო. როდის უნდა მოვიდე პირველ გაკვეთილზე? ჯერ ამ ანკეტაში თქვენი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი უნდა დაწეროთ. ჩვენ დაგირეკავთ. აი დავწერე. დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად იყავით.